ის რომ ნაციონალური მოძრაობა გაახმოვანებს საომავლოდ მთელი ოპოზიციური სპექტრის თქვათ მოსაზრებებს და პლუს ის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც შიგნით აქვს პრობლემები და ჯერჯერობით შეუძლებელია ითქვას ის თუ რა გზას დაადგება, როგორი ფორმირება მოხდება მასში. პირველი ნაწილი კარგად ვერ გავიგე, ნაციონალურ მოძრაობამ რატომ უნდა გაახმიანოს მთელი დანარჩენი ოპოზიციის მოთხოვნები. რაც შეეხება შიგნით არსებულ პრობლემებს გეტყვით სრულიად გულწრფელად. მიხარია და არა მარტო პარტია თავისუფალი საქართველოს სახელით, მე ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოსთვის კარგი იქნება თუ დაიხლიჩება ეს პარტია, გაკოტრდება, განადგურდება და წაიშლება პოლიტიკური ასპარეზიდან. იმიტომ რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ სამყაროში, როგორც დიდი ფული არის არათავსებადი, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან, ასევე ნაციონალური მოძრაობის ფაშისტური ღირებულებები გულისხმობ როგორც წარსულში ისე დღეს არის ერთ-ერთი ბარიერი იმისთვის რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ ვითარდება. ის არის ქართული ოცნების სატელიტი, რომელიც მან ჩააყენა თავის თავსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ნაციონალური მოძრაობა გააძლიერა იმდენად, დასაკლავი გოჭივით урегулირებს ზონას. მოასუქა იმდენად მოასუქა, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზე იყოს ბევრად ძლიერი და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ვერ გადავიდნენ მეორე ტურში, მაგრამ არც იმდენად, რომ თვითონ ხელისუფლებას გაუწიოს კონკურენცია. ეგ არის დაახლოებით ის ფუნქცია, რასაც ასრულებდა აღორძინება შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, ან რასაც ასრულებდა ის გუნდი ქრისტიან-დემოკრატების ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში და ესეთი ხელოვნური სისტემები და თავისმოყრული სისტემები, რაც უფრო ადრე და რაც უფრო სრულად და რაც უფრო, ასე ვთქვათ, სანიმუშოდ დაინგრევა, მე მხოლოდ ამას მივესალმები. ამიტომ მიხეილ სააკაშვილსაც და გიგა ბოკერიასაც ორივე გუნდს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებდა, რომ რაც შეიძლება მალე მოუღონ ბოლო აი ამ წარმონაქმს, რომელსაც ეწოდება ნაციონალური მოძრაობა. ბატონო გიგლა, თქვენს დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება გაქვთ გამოჩნდა უკვე შეშმარიტება სიტუაციის და მიხედვით დროით ცვალებადობას და კრიტერიუმებს არ ექვემდებარება სიმართლეა ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს კოლეგას კახას ეს ასე ფიქრობს არაპოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი არამედ ქართული საზოგადოება ამართლებს ბატონი მიხეილი ჩემს ეპითეტს მის შესახებ რომ ის არის პოლიტიკური საერთაშორისო მაწანწალა ამ გზით მიდის ის და ამ გზით წავა ის კიდე უფრო სიღრმეში და სადმე თავად რაღაც მინდა თქვა და ისე გიჟი მიუშვინებასაო ესეა ესენი ერთმანეთს შიგნით ჭამენ მაგრამ ერთი რაც შეიძლება მიულოცოთ ჩვენ ქართულ ოცნებას გაკეთებულ საქმეებიდან არის ის რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში არსებული ნაციონალური მოძრაობა მათ გამოაცოცხლეს როგორც ითქვა მოასუქეს და მთავარ ოპონენტად ხართ პარლამენტში მე არ ფიქრობ რომ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი. დღითი დღე ეს ჩანს და ის რომ შიგნით არის განხეთქილება და ძალიან მძიმე პროცესები მათი განსახილველია აბსოლუტურად არ მაინტერესებს მე როგორ დამთავრდება ეს, თუმცა რეცეპტები ცნობილია და ბატონ გიგლაძე ბატონ გახარ დიდად არაღელვებს ის რომ თქვათ ოპოზიციური პარტია იხლიჩება. კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, იმიტომ რომ ვერ აღიქვამენ ოპოზიციური პარტია არის. ერთ ნაციონალური მოძრაობა ძალიან ბევრმა კარგმა ადამიანმა მისცა ხმა, ანუ ნაციონალური მოძრაობას მისცა ხმა, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ადამიანების გასაგონადაც მე მინდა ვთქვა, რომ მე მათ არჩევანს რომ რეჟიმის წინააღმდეგ მისცეს ხმა პატივცემ, მაგრამ ჩემი მოსაზრება არის და თუ არ დამიჯერებენ დრო დაანახებს ამას რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერება სინამდვილეში. ძალიან ბევრმა ადამიანმა 99 წელს ხმა მისცა ასლან აბაშიძეს, იმიტომ რომ შევარდნაძე ეზიზღებოდა, მაგრამ აჩვენა შემდგომა მოვლენება, რომ ეს იყო ერთმანეთის, ასე ვთქვათ, საყრდენები. დღეს ნაციონალური მოძრაობა არის ქართული ოცნების მთავარი ლეგიტიმაცია. ეს არის ქართული ოცნების ჟანგბადის ბალიში და ამიტომაც ბევრმა ადამიანმა შეიძლება გულწრფელად და ემოციურად ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ის იყო ქართული ოცნების მთავარი ოპონენტი, მაგრამ აიგებ დადასტურა უკვე და მომავალში კიდევ უფრო მეტად დადასტურდება, რომ ეს არის ერთი და იგივე ჰოლდინგი და ერთმანეთის მსხრევას გამოიწვევს. რაც უფრო დასუსტდება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო დასუსტდება ქართული ოცნება და პირიქით. ერთ ფრაზას ვიტყოდი მაპატიეთ. ის აი უმადურობის, დაუნახაობის, ორგულობის და გამყიდველობის კვინტესენცია რა თქმა უნდა დიდად არ წუხარ, მაგრამ ფაქტს ვამბობ, რაც დაემართა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, მისი თანამონაწილე, მებრძოლებისაგან, კაცმა რომელმაც შექმნა და რომლის ქმედებებზეც დგას ნაციონალური მოძრაობა და რომლითაც არიან შესული პარლამენტში, სწორედ მას უღალატეს. ამიტომ ეს საოცარი თქვენ ამას ღალატად აღიქვამთ და არა მათ პრაგმატულ მოკლედ გადაწყვეტილებას. გიგლა, მაინც მეორე სააკაშვილმა გარიცხა ნაციონალური მოძრაობიდან მისი ყველა დამფუძნებელი. ეს არის ლოგიკა. როგორც თვითონ გარიცხა და გადააბარა პარტია, ასე ვთქვათ, სხვა გუნდს, ჟვანიას გუნდს, ხო? ეხლა ზუსტად ისე მოექცევიან მას, როგორც თავზე ეგრე გამოვიდა, მაგრამ მაინც საინტერესო ფაქტია ეს. ბატონო ვახტანგ, გაიზიარებდით
გაგრძელებდით აი ამ პათოს და თქვენც აი ამ მოდელის თქვათ რაც კახამ დასახა აქ რომ შევარდნაძე აბაშიძის რეჟიმების თქვათ ერთმანეთისთვის ჟანგბადის ბალიშად გამოდგომის თემას ოცნებასა და ნაციონალებზე განავრცობდით? ის რა მე არ ვიცი ხალხის შეთქმულების თეორიას არ დაუჭერდი მე მაინც ხარს მაგრამ ის რო ქართულ ოცნებას სრულად პრაგმატულად აწყობდა ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში ყოლოდა როგორც თავარი ოპონენტი მაშინ როდესაც მან იცოდა რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა იყო შეზღუდული რომ მას გააზრდოდა ეს მხარდაჭერა ну ამაში მე რაციონალურას ხედავ რაციონალურას ქართული ოცნების მხრიდან თუ რატომაც აწყობდა მას პრაგმატულად სრულად პრაგმატულად მას აწყობს და მან შეძლო რაც აწყობს პრაგმატულად ის პოლიტიკა გაეტარება ის მან რაღაცა ხელი შეუწყო თუ არა მე მაგ დეტალებში ვერ შევარ იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცი მსგავს საერთოდ მაგრამ ის როგორც ნაციონალურ მოძრაობას ხოთა შორის როგორც ნაციონალურ მოძრაობას თქვა თუ მოწონდა ის როლი რომელშიც ის იყო ორივე საწყობდა თარგმნილი ანუ სრულად პრაგმატული ეს სცენარი რომელიც დადგეს სახელმწიფო გადატრიალება ორივე საწყობდა სახელმწიფო გადატრიალება აი ეს საქმე რო აღიძრა ეხლა არჩევნების წინ რატო ახლა აღარ იძიებს პროკურატურა ამას ქართულ ოცნებასაც აწყობდა ეს სცენარი იმიტომ რომ თავისი მომხრეების აწყობდა მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა იმიტომ რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მაგის იმედი ჰქონდათ რომ მართლა ჩამოვიდოდა სააკაშვილი და მართლა გადატრიალებას მოახდენდა და მოახდინა ამით თავისი ნაციონალური მოძრაობა მის დამატებითი 150,000 ხმა რომელიც მიიღო ამ არჩევნებზე ჩემი აზრით ესენი არ არიან მიშისტები ესენი არიან ანტიბიძინისტები და მოახერხეს ამისი მობილიზაცია და ეგეც ოპოზიციის შეცდომა იყო ჩემი აზრით რომ საპროტესტო ხმების ყველაზე დიდი ახალი სეგმენტი ნაციონალურ მოძრაობამ წაიღო ეგეც დანარჩენმა არასაპარლამენტო ოპოზიციამ აქედან დასკვნები უნდა გააკეთოს ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს იმ ხალხისთვის თავარი ორიენტირი ვისაც არსებული რეჟიმი არ მოწონს სხვა ორიენტირი უნდა შექმნას ოპოზიციამ აი 6 კაციანი წარმომადგენლობა პატრიოტთა ალიანსის პლუს 27 კაციანი წარმომადგენლობა ნაციონალური მოძრაობის რამდენიც შეძლებს კვეთრ ოპონირებას ხა პატრიოტთა ალიანსი ჯერჯერობით არაფერი არ ჭირს გახლეჩის თვალსაზრისით 6 კაცია და იქნება ნაციონალურ მოძრაობაში ყალიბდებიან მაგრამ ის გუნდი რომელიც უკვე შევიდა გაძლევთ თუ არა იმეს თქვა განსხვავებით თქვენი კოლეგებისგან რომ რამე შეცვლის დიახ მე პირველად როცა დავიწყე საუბარი თქვი რომ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახერხეს პროცესებზე ვერც პარლამენტში ყოფი ოპოზიცია განსხვავებით იმისგან რაც შეუძლია პარლამენტს გარეთ ყოფი ოპოზიციას ვინაიდან საკონსტიტუციო ანუ საკონტროლო პაკეტი ქართულ ოცნებას აქვს ხელში და აქედან გამომდინარე ეს უკვე ყველაფერი ნათელია თუმცა აი ტრიბუნა რაც ბატონმა ვახტანგმა თქვა რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამს გაცილებით მეტი ფასი შეიძლება კონდეს ვიდრე ქუჩიდან ნათქვამს ცით რამდენად წონად იქნება შემის მიერ შეთავაზებული არგუმენტები და პოზიციები საზოგადოებისათვის მე მგონია მას აქვს თავარი და არა იმას თუ პარლამენტის მიკროფონიდან ისაუბრება და ტრიბუნიდან თუ თქვენი პატივცემული სტუდიიდან ამ შემთხვევაში მიმართავ საზოგადოებას რომელსაც ძალიან უყურებენ და როარიცხვარი მაყურებელი ყავს და მეორე ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ აქ საუბარი არის ნაციონალურ მოძრაობაზე და ქართულ ოცნებაზე მე პირდაპირ გეტყვით რომ ქართული ოცნების ოცნება იყო და არის და შეისრულა ეს ოცნება ქართულ ოცნებამ რომ მას თავარ ოპოზიციურ ძალად ყოლოდა წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობა და აქედან გამომდინარე აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე რომ ეს ბუნებრივია ნაციონალური მოძრაობასაც სურდათ ეს ინტერესთა თანხმდრა იყო ამ შემთხვევაში ვინაიდან თუ ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა შერასხული ნაციონალური მოძრაობისგან მტრისხატი ის ვერ გახდებოდა ვერ გაუგწევდა რეკლამირებას ისე ქართული ოცნება ეს ამ კონკრეტული არჩევნებისთვის ბუნებრივია ამ კონკრეტული არჩევნებისთვის მაგრამ ამ არჩევნები არ განისაზღვრება ამ შემთხვევაში ერთი და ორი თვით ადრე ეს მიდიოდა პერმანენტულად ეს იყო 4 წლის განმავლობაში თუ 3 წლის განმავლობაში გათვლილი ნაბიჯები რამაც დღევანდელ შედეგამდე მიგვიყვანა მაგრამ აქ უნდა ვეძებოთ ამ შემთხვევაში აქ მე არ ვაპირებ საუბარს მარტო მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე მათ თავისი გზა აქვთ ჩემთვის კარგად არის ის დანაშაულები ცნობილი რაც მათმა ჩაიდინა და მე ყველას არ ვაპირებ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობ მე კონკრეტულად გეტყვი ჩვენ პარტიაში მიმდინარეობს და ბუნებრივია ვსაუბრობთ ყოველდღიურად ჩვენ რა შეცდომები დავუშვით კონკრეტულად პარტიამ რა ვერ შევთავაზეთ ამ ურჩეველს ის ამ ურჩეველი რომელიც ბატონმა კახამა რაც თქვა ამ შემთხვევაში რომ კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ მიცეს ხმა და ამ შემთხვევაში იპოვეს ნაციონალური მოძრაობა ამის შემსრულებლად და ზოგმა ვერ არც კი გათვალა რომ ნაციონალური მოძრაობის წარსული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციონირება რამდენად სწორი იყო და მე ვფიქრობ კონკრეტულად ჩვენი პარტიის გარკვეულწილად არ იყო სწორი და ამ შემთხვევაში უფრო მკაფიო მესიჯები იყო საჭირო და უფრო დეტალებზე არის ჩასაღრმავებელი ანუ ყველამ ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ის მინუსები რაც გაგვაჩნდა ეს
გაანალიზდება, რაღაცები გადაფასდება, შეცდომებით გეგმებს დასახავთ. მე მაინტერესებს ბატონო ვახტანგ ვიკითხო ასეთი რამ. აშკარად წინა საარჩევნოთ ფოკუსი ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ ლიდერებმა მათმა ერთმანეთზე გაასწორეს ივანიშვილმა, სააკაშვილზე და პირიქით. მათ ღიათაც თქვეს, რომ პრაქტიკულად ეს ორი პოლუსი იყო, ასეც აღიარეს ერთმანეთი და ასეც წარიმართა მთელი კამპანია შედეგის ჩათვლით. მე მაინტერესებს, როდესაც ერთი პოლუსი რჩება, ბუნებრივია, რომ სადღაც უნდა გაჩნდეს მეორეც. სააკაშვილი ამ შემთხვევაში ფაქტორად მომავალი არჩევნებისთვის გამოდგება თუ არა? არა მგონია რა ხა 4 წლის პროგნოზირება. არა, მომავალს გულისხმობ, აი მომავალი წლის არჩევნების თვითმმართველობა, შემდეგ არ ვიცი საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ იქნება თუ არ იქნება, რაღაც არჩევნები გზადაგზა არის კიდევ. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ მომავალ არჩევნებამდე კი არა, ალბათ უახლოეს პერიოდში სიტუაცია ამ თვალსაზრისით მეტნაკლებად უფრო ცხადი გახდება ყველასთვის. ისე როგორც აი რაღაც ვერ მოვახერხეთ თავად ნაციონალურ მოძრაობაშიც საჭიროა, როგორც აი თქვა თითოეულ ჩვენთაგანი ამბობს, რომ რაღაცას უნდა გადახედოს, ხო? მე ვფიქრობ, რომ იგივე პრობლემა უდგას ნაციონალურ მოძრაობას, ისინი თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ. გადავხედეთ ამას ამბობს ის, ვინც არ უჯერებს სააკაშვილის პრინციპში ამ მომენტში. ხო, მაგრამ ამაზე მეტი გადახედვა. თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ ის პროცესები არ ჩანს, რომ ჯერ ლოგიკურ დასკვნამდე ან დასასრულამდე მივიდა, რომელიც ვითარდება ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ძალაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართლაც პარლამენტში ეს არის ოპოზიციური ძალა და იმაინაშვილის 6% ჯგუფი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ უახლოეს პერიოდში მithumetes ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაიწყო ახალი პოლიტიკური რაღაცა ბრძოლა ამ დღეების განმავლობაში და სავარაუდოდ მასა და ვთქვათ პარტიას შორის ძალიან მალე გაირკვევა, მათ შორის საჯაროდ გაცხადდება როგორი დამოკიდებულება იქნება. შესაბამისად ფაქტორადაც სააკაშვილი შემდეგ არჩევნებში თქვენი აზრით ნაკლებად რომ გამოდგეს. მე ვფიქრობ, რომ აი ეს როგორ გამოდგება თუ არ გამოდგება, მალე გაირკვევა ზუსტად ამას გულისხმობ. დასაგებია და შემდეგ გაირკვევა გამოდგება თუ არა, ბატონ კახასაც მინდა იგივე ვკითხო და ყველას ფაქტორი საპირწონე ივანიშვილის ცენტრის ორბიტის. სააკაშვილი არ არის ივანიშვილის საპირწონე, იმიტომ რომ წინასწარ ცნობილია, როგორც ბარსელონა და ლანჩხუთის გურიას შედეგი 100 ჯერ რო ითამაშონ, 100 ჯერ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, თუ იქნება აი ის მოდელი, რაც იყო ბოლოს ამარჩევნებში საქართველოში, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ამარჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი. ამიტომ თუ გვინდა მივიღოთ განსხვავებული ჯამი, უნდა შევცვალოთ შესაკრებები. ერთ-ერთი ცვლადი უნდა შეიცვალოს და ეს ცვლადი არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. სანამ იქნება ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მთავარი ალტერნატივა, იმდენ ხანს იქნება ბიძინა ივანიშვილი. ანუ ამორჩევების გამოყვებით, მაშინ ოცნებას აწყობს რომ სააკაშვილი როგორც ფაქტორი შეიმჩნევა. ამას აკეთებს, რატო არის რუსთავიორის და იმედის კვლევები ერთმანეთს ემთხვევა, რატო არის ლევან ქართიშვილის და ზურაბიგოვას ახალი ფაქტორი ჩამოიყალიბოს, ახლა პრაგმატულად ბატონი ვახტანგი ამბობს კიდეც რომ პრაგმატულად მათ ეს ჭირდება და გაკეთდეს ახალი პრაგმატიზმის ფარგლებში. მათი პრაგმატიზმი, ისევე როგორც შევარდნაძის პრაგმატიზმი, ისევე როგორც სააკაშვილის პრაგმატიზმი, ასევე ივანიშვილის პრაგმატიზმიც არ ცდება იმას, რომ ხელისუფლების შენარჩუნების ინსტინქტი. მეტი ამოცანა მათ ფულის შოვნის და ხელისუფლების შენარჩუნების გარდა სხვა ინსტინქტი, რომ ქვეყანა აი როგორც დიდ რეფორმატორებს აქვს, რა ვიცი, პეტრე პირველს, ათათურქს და ასე შემდგომ, რომ ქვეყანა შეცვალონ, მოდელი შეცვალონ. ეს არ აქვს, მოდელი ხო იგივეა. რაც მოდელი დაამყარა შევარდნაძე, მე მოდელი შევარდნაძეც ეგრე მაჟორიტარებით იგებდა, რაღაცა თავის კლანებს ჩასვამდა ამ მთავრობაში იგივე სააკაშვილი, იგივე ივანიშვილი. ამ მოდელს ეგ არ შეცვლის. ჩვენი ამოცანა არის უბრალოდ ეხლა აი თქვენ რო თქვით რომ ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან განადგურდება, მაგრამ როდის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოში რა მოხდა, იცი? გერმანიაში ომის შემდგომ რომ აი ფაშისტური პარტია არ განადგურებული იყო და ესპანეთში და პორტუგალიაში რამდენიმე ათწლეული არსებობდნენ რაღაც სახელი გადაირქვეს, გადმოირქვეს იქა ორმა ხოშტარებმა და ვინ ყავთ რაღაცას. იყო მცდელობა, მაგრამ ვერ მოხდა მაინც 70-იან წლებში იქაც ის დაემართათ ფაშისტებს, რაც გერმანიაში და დროს ვკარგავთ უბრალოდ. ჩვენ თუ გვინდა რომ აი ლიტვა, ლატვია, ესტონეთის დონეს მაინც დავეწიოთ, მრავალპარტიული სისტემა, გახსნილი სისტემა არის აუცილებელი. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ამ გახსნილი მრავალპარტიული სისტემის შექმნის გზაზე ორი მთავარი ბარიერი დღეს. რასაც თქვენ საუბრობთ, იქიდან გამომდინარე მიჩნდება კითხვა, რომ ამ წუთში სცენარს წერს ივანიშვილი, აფინანსებს ივანიშვილი და შედეგსაც დებს ივანიშვილი. ყველა პარტიის პროცესში. ყველა არა, თავისი და ნაციონალების ყველა. გასაგებია, ძირითადად ყოველ შემთხვევაში არის ეჭვი, რომ სხვა პარტიების ისე იგი პროცესებში
და გვაყოლეთ ახლა იმ 1-2 რაღაცა და დასაქმების ბიუროს კანდიდატს არა პოლიტიკური ძალები როდის შემდგომ გახდნენ ეგრე პოლიტიკური ძალები არის ის ვინც არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა და რაღაცა 1 თუ 2 თუ 3% ავიღეთ და ახლა კაცი პარტიიდან წავიდა სამსახურს ეძებს რატო არის ეგ ადამიანმორჩევის არჩევანი სატირალი საუბარი ხარ თქვენ თუ იმ მოძრაობებს ვერ ამჩნევთ რაც ოპოზიციურ სპექტრშია მე ალბათ არ არის ეგ ოპოზიციური სპექტრი ადამიანს აქვს უფლება რომ ან იყოს პოლიტიკაში ან არ იყოს პოლიტიკაში და ეძებოს სამსახურებს მაგრამ ეგ არ არის ამორჩევლის და საზოგადოების სატირალი ასე იგი მე მაქვს ასეთი კითხვა კი ბატონო სადაც გეგმავს იქაც აღსრულება მიდის ზუსტად ისე როგორც მას ჭირდება ხო ამაზე ბატა ზაქარაიშვილს უსმენ და გულწრფელად შემეწოდა კაცო ეს ეგ ადამიანმა აი პირდაპირ ლუკმა გამოაცალეს პირიდან ტირო და რა გვინდო და ოპოზიციაში რომ ჩვენ როდ ვიყავით მინისტრებადო ამბობს ადამიანი მაგრამ ეს არის მისი პირადი პრობლემა და არ აკავშირში არის პოლიტიკურ პროცესთან კარგით მე მაინტერესებს ივანიშვილის გეგმის გამოცნობის პერსპექტივა ოპოზიციას რამდენად აქვს მას დაჭირდება მაშინ ამ ლოგიკით თუ ის ასე გეგმავს და თქვენ ამბობთ რომ გეგმავს ახალი ორბიტა რომელსაც გაუსწორებს თვალს მომავალი არჩევნები მას ახალი არ უნდა ძველი ურჩევნია იცით მე მშება შთაბეჭდილება რომ ძალიან მალე 2-3 თვეში დღევანდელ ხელისუფლებას რომელმაც მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა გაუცდება მორალურად გაუცდება ის ფორმულა და პოლიტიკურადაც რასაც ხელის გაშვერის პრინციპი ქვია რომ კი ჩვენ ეს 4 წელი ძალიან სუსტები ვიყავით ვერ ვაკეთებდით არ ვიყავით გამოუცდელები ვიყავით მაგრამ იმ სისხლიან რეჟიმის წარმომადგენლებს უკეთესები ხო ვართ დასრულდა ეს აღარ იმუშავებს ვეღარსად ვეღარ გაიშვერენ ხელს ამინდიც კი სუდი რომ არის საქართველოს მოსახლეობამ ბატონებო ხელი უნდა გაიშვირო დღევანდელი ხელისუფლების საკეთ იმიტომ რომ არ არის საქართველოს რეალობაში რაიმე ბერკეტი რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას ანუ ქართულ ოცნებას პატივისცემით ნუ გეწფინება და არაფერს არ ვამბობ თქვენს ხელში არ არის ყველაფერზე თქვენ ახართ პასუხისმგებლები და ის ხელის გაშვერის პრინციპი დაამთავრდა და უფრო მეტიც ნაციონალური მოძრაობის ხელის შეწყობით მოსუქებით მოფერებით და პარლამენტში დასმით და შეყვანით ამ რაოდენობით 27 კაცი არ არის ცოტა მით უმეტეს 27-ვე მოლაპარაკეა თქვენ თავად აიღეთ ის შეცდომები რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ ბევრი მიმართულებით დაუშვა ამ 4 წლის მანძილზეც კი ამიტომ ეს ფორმულა მალე არ იმუშავებს ამიტომ ჩვენ გვაქვს უკვე სულ სხვა რეალობაში მოღვაწეობის, შრომის, ღვაწლის, ურთიერთ კოორდინაციის რეალობა და სიტუაცია და ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ძალიან ჭკვიანურად. და ამას გავაკეთებთ ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები და გამომდინარე. და ეს არის და ეს მხოლოდ. ამიტომ ის რეალობა, რომ ეგონა რა კიდე 4 წელი გადავაბარებთ და აი ცუდი ნაციონალიზმი აღარ მუშაობს საზოგადოებაში. ხო ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით მოსახლეობას. აი 60 თუ ეს შედეგი დაიდო, რაც თქვენ აუცილებლად დაიდება. თვალსაზრისით მაშინ გამოდის რომ მომავალი არჩევნებისთვის უკვე რაღაცის შეცვლა უდაოდ და ერთს ვიტყვი დაუკვირდით კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი გამოსვლები ქართული ოცნების კიდევ ერთხელ პატივისცემით მათი ლიდერების უკვე 19-ში რომ გაფორმდებიან ოფიციალურ ლიდერებად ჩვენ ნოლიდან ვიწყებთ საკონსტიტუციოლებთან დაკავშირებითაც თქვენს ეს და საერთოდ რატომ ვიწყებთ ბატონებო ნოლიდან 4 წელი თქვენ იყავით ძირითადად ხელისუფლებაში თქვენ იწყეთ მე-5 წელი დაიწყო თქვენი მოღვაწეობის მაგრამ შედეგი არა და იმიტომ გინდა დაიწყოთ ნოლიდან მაჟორიტარების თემაზე ითქვა რომ ის გასული პარლამენტის პოზიცია და ახალმა მაშინაც შეეძლო ცვლილებები ორი პროექტი დეს პარლამენტში მაგრამ არც ეს აუჭირეს ხალი და არც მეორეს აქ არიან ადამიანები რომელიც ამ პროექტის შექმნაში მონაწილეობდნენ მოდით რეზუმესკენ მინდა წავიდეთ რომ ჩვენი ეთერი ფინალს უახლოვდება მაინც მინდა ვიკითხო მომავალი ყველაზე ახლოს არსებული არჩევნები თვითმმართველობის იქნება შესაძლებელი თუ არა რომ აი თქვენი ოპოზიციური სპექტრის მობილიზაცია მოხერხდეს და ნუ გასაგებია რომ ყველა ერთად ჯერჯერობით არ არის ამის პირობა რომ გაერთიანდეს მაგრამ რაღაცა ინტერესის მიხედვით გაერთიანების შესაძლებლობას თუ ხედავთ საერთოდ პირველში მინდა აღნიშნო ორი ციკლი დავით ახლა რომ უკვე როდესაც მართლ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია ხელში მას საწუწუნო არც 4 წლის განმავლობაში არ ქონდა საწუწუნო რომ ისინი ვერ მართავდა სიტუაციას რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ქონდა მაგრამ დღეს აქვს უბრალოდ განუსაზღვრელი ძალაუფლება აქედან გამომდინარე საზოგადოებაც თავად მიხვდება თუ რასთან გვაქვს საქმე და რისი გამკეთებელია ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას ვაუბრობინებიდან ჩემთვის უბრალოდ დიდად არ განსხვავდება უკვე ქართული ოცნებაც და მათი პოლიტიკა ხო რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ადგილებრივია, კარსაა მომდგარი შეიძლება ითქვას, წელიწადზე ნაკლები არის დარჩენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე ოპოზიციურ სპექტრში და კონკრეტულად ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს კარგად ვხვდებით, რომ ძალიან მძიმე და დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და კონკრეტულად რო გითხრათ, რომ იმედიანად არ უყურებთ ეს ასე არ იქნება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით იმას, რომ ჩვენ გავძლიერდები და პლუს ამას ქართული ოცნების ჭყალებში დამოყვაწარს სულ მალე დაინახავს ქართული საზოგადოება. ბატონო ვახტანგ, პერსპექტივის ხედვა. ჩვენ დედა დავიფიცეთ, დავიგინეთ ყველაფერი უქერით, რომ მეორედ აღარ ჩავიდნენ ესეთ სისულელეს, არავის აღარ გაუერთიანდებით, შესაბამისად ანუ ამ პირობას შევასრულებთ ერთმნიშვნელოვნად, თუმცა თანამშრომლობისთვის ყველასთან მზად ვიქნებით თემატურად კონკრეტულ საკითხებს. ბატონო კახა. ეხლა ადამიანურად ყველაფერი მესმის და ყველას თავისი არჩევანი აქვს. მეც ჩემს პოზიციას, რაღაც ჩემი მეგობრები არიან ლევანიც კიგლას, მათაც ვეთქვი, ჩემი აზრით, ქართული ხალხი რა ამოცანასაც აყენებს, ეს არის მახინჯი კოაბიტაციული სისტემის დამარცხება. ამიტომ ნატოს და უბლოკოს სტატუსიც გვერდზე უნდა გადაიდოს დროებით, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ და სამუდამოდ. თავარი ამოცანა 2017 წელს არის, აი ამ მრავალმილიარდიანი ქოცნაცური მონსტრის დამარცხება. ამის შემდგომ მიეცემა საქართველოში სხვა საკითხების განხილვას რეალური დატვირთვა. მანამდე ეს ყველაფერი დეკლარატიული ხასიათის იქნება. ამიტომ არაფერი მიმაჩნია რომ ერთიანი ფრონტი ხა ფორმას აღარ დავაზუსტებ, ეგ დეტალები არის როგორ და რა ფორმით იქნება, მაგრამ ამორჩეველი 2017 წელს ამორჩეველის ის ნაწილი რომელიც არ იყიდება და აი როგორც ახსენა ბატონო ვახტანგმა იმ 150,000 კოორდინატორში არ შედის, იმ ნაწილის პირველი პრიორიტეტი არის რომ დაამარცხოს ეს კორუმპირებული სისტემა და მე ვფიქრობ ჩვენ ეს დაკვეთა უნდა შევასრულოთ. ჩვენს დაახლოებით შეგვიძლია თქვა რომ მიმდინარეობს ჩვენ პოლიტიკურ ძალაში აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება ვებზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენგან არ მიდიან ჩვენთან უფრო მოდიან მიმდინარეობს კონსულტაციები მრავალი მიმართულებით პიროვნულად პოლიტიკურ ძალებთან და ძალიან საინტერესო კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ თავარი და თვითმიზანი არ გაერთიანება მხოლოდ არამედ იდეის გარშემო, სიახლის გარშემო, ნოვაციის გარშემო დადგომა იმ იდეების გარშემო, რაც და იმ საკითხების და პრობლემატიკის გარშემო, რაც საზოგადოებას სჭირდება. აი აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედით ხვდებით 2000 იმედით მივდივართ 2017 წლის არჩევნებისათვის, მაგრამ სერიოზული ცვლილებები იქნება უახლოეს თვეებში მოსალოდნელი. ამას ჩვენ გვგრძნობთ, ასე თქვა პოლიტიკური ტანი გვიგრძნობს და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ეს ასე იქნება და გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, ბატონებს კახა კუკავას, ვიგლა ბარამიძეს, ლევან სამუშიას, ვახტანგ მეძველიშვილს, წარმატებას გისურვებთ ვარაუდით. ჩვენ დღეს 3-ით დავასრულეთ, შევხვდებით ორ შაბათს 7 საათზე. გმადლობთ.